ამ საკითხებთან დაკავშირებით რა. მე მინდა ვიმსჯელოთ, ანუ განვიხილოთ თუ შეიძლება ყველა შესაძლო ვარიანტი. რომ რა არ დაგვესიზმრება ეხლა არც ერთ ის კაცი რას ამბობს ხო? ანამ არ ნახავთ. და იქიდან გამომდინარე რომ ის 20 რიცხვი არის უკვე მეორე დღე იმის მხრიდან რომ რამე კონკრეტული ისეთი იყოს შემოთავაზება და კიდე ანუ იმ შეხვედრაზე დავამთავროთ და ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ვიყოთ მზად. მეთანხმები შეიძლება ანუ არ მინდა ეს ყველა შესაძლო ვარიანტი იმათ რომ იმ ვარიანტებიდან რომელიც შეიძლება თქვენთვის ყველაზე გუნდებელია ის არის მაინც და მაინც დოგმა. არა ვიმსჯელოთ ყველა შესაძლო ვარიანტზე. თუ გინდა აგე რაც გიწერიათ მეოთხე აქ ეს იყოს პირველი და გავყვეთ სხვა შესაძლო ვარიანტებს. ეხლა თუ ჩავთვლით რომ ერთი ვარიანტად არის ეს რაც აქ წერია მეოთხე, არ ვიცი ამას ახლა მსჯელობა არ უნდა არაფერს. თავარი და თავარი. ეგ არის თავარი. მაგას მისდევს დანარჩენი სხვა. ხო. მსჯელობა რომ ეს კიდე ჩავშალოთ და არა, ეს თავარია ეგ და დანარჩენი მაგის. თავარია, მაგრამ მაგას რა მიზეზებიც აქვს? აი დავასაუბროთ რატო ვარგინდა? არის მინუსები და ეს მინუსები ჩამოთვალა. ინვესტორმა შეიძლება კითხვა დასვას რატო? და ჩვენ პასუხები აი მაგეთ შემიძლია რომ მე მოსახლეობიდანაა და მესმის უბრალოდ ქაოსი რო არ შეიქმნას შევიმუშაოთ პატარა გეგმა. პირველი ვსაუბრობთ ამაზე, მეორე ვსაუბრობთ ამაზე, მესამეს და იმ თემაზე ნებისმიერ ვსაუბრობთ. ეხლა თქვენ აზრს გამოთქვამთ, ხო? მეორე აზრს გამოთქვამთ და ის თემა იქნება ამ უხლებში სხვადასხვა ადგილას და მზად ვარ დღეს საღამომდე ვიჩნდეთ თქოს ძალიან თხოვნა მაქვს რომ აი მართლა კონკრეტულად დავიაროთ რომ იმის კაცისთვის ის შეხვედრა ქაოსს არ დაემყანოს და უბრალოდ არ ადგეს და არ წავიდეს რომ ვერ გავიგე ზოგი იმას ამბობს ზოგი ამასო და თქვენთვის ვამბობთ ამას. თუ შეიძლება რომ უპასუხო ამ კითხვას რატო? თუ მოგწევთ ჩვენ შეკითხვა და უპასუხოთ ეს. ჯერეთი ამ ტერიტორიაზე ესენი რომ წავიდნენ რჩება 21 ბაზრის ტერიტორია. ეს არის საკუთრება. ლიახვის მეორე მხარე. რა თქმა უნდა ზოგიერთი მათგანი ვინც მოახერხებს შევა იქ და აწავა. ეს ერთი. მეორე გადახვათ თუ არა ხიციკით არის ტასაცვლის ბაზა. ეს ტასაცვლის ხალხი გადავა იქით. და თქვენ წარმოვიდგინეთ მაცხოვრებელი ცენტრში არავითარ შემთხვევაში იმ ხელაგზას არ გაიმის რომ ავიდეს იმ ბაზარში და იყიდოს რამე, როდესაც წვირწი 21-ია. და ჩვენ კიდე არ ვიცით ეს ტერიტორია რომელიც გაიყიდება, მან თუ კიდე რამე სავაჭრო ცენტრები არ ჩადგა და ისე ხილბოსტნეულით არ ივაჭრა იმ ვიღაცა და საერთოდ 10 კაპიკის განსხვავება დაადო და წავიდეს. მოდი, აი თუ გინდა პროექტულად აი იმიტომ მინდოდა რა რომ მე ხა თქვენ შეკითხვას ანუ ვიმსჯელოთ პასუხს გაგცემთ ხა ესეთი თემა პასუხები უნდა გაიცეს კითხვებზე სამივე მხარე რო იქნება. უბრალოდ ვიმსჯელოთ აზრის კითხვი უბრალოდ მე რა მინდა დიდი ბოდიში სიტყვაში გაწოდოთ რა ქალბატონი შემოგვიერთდა პირველად ამ მოლაპარაკებებს მუნიციპში და მე ჩემი რჩევა იქნება ვინც ასე ვთქვათ ნაკლებად ინფორმირებულები ვართ ასე ვთქვათ ვინც მეტად ინფორმირებულები ვართ ახსნათ ამ მოთხოვნების შინაარსი და იმის მიხედვით მე თქვენ კონკრეტიზაცია შეგიძლიათ გაგეთქვით დრო არ დავტარგოთ ჩვენი ძირითადად აზარავება მოხდება ის ტერიტორია არის ქალაქთან ნაგლები შემოსავალი იქნება ეს უნდა დაფიქსირდეს. აი მოდი კომერციული თვალსაზრისით ჩვენი მოსავლები მოიქნოს დიახ. მოდი მე ჩამოვაყალიბებ მაშინ გამომეცით და კი ბატონო თქვენს პრობლემას ჩამოვაყალიბებ მე და თუ რამეში სხვა მოსაზრება და არ მეთანხმებით მოგისმენთ ის ასე ხო? რა თქმა უნდა მე ვთვლი რომ პრობლემა აქ არის ერთადერთი და ეხლა ჩამოვაყალიბებ ამ პრობლემას. ეს არის ზოგადად ეს არის პრობლემა იმის შიშისა, რომ თქვენ სამუშაო ადგილის შეცვლის შედეგად ოჯახებში ვერ შეიტანთ იმ დოვლათს, რაც შექონდათ აქამდე. ზოგადად არის ეს. ამის ჩაშლის ეს რო ჩავშალოთ მიზეზებად, აი უკვე მივდივართ ამ ქალბატონის ჩამონათვალამდე, ხო? რომ ამის რა გაფიქრებინებთ ამას დავიწყოთ. ერთი ტერიტორიული
უპირატესობა, რომელიც რჩება სხვა ბაზრობებს. ხო, ნუ ცენტრიდან შიშორე. ტერიტორიული სამბო, მანძილი დავარქუნდეს, ხო? მანძილი. მეორე მოდი მეორე ფასები. ყველაზე პირველი ბატონო ზურა ამ ადგილზე 10 წლეულებია არის სავაჭრო ცენტრი. ალბათ მე დამეთანხმებიან გორელები 30 წლის წინაც იყო აქ ბაზარი, ეს არ არის ახალი დაფუძნებული, თქვა 5 წლის ობიექტი და 10 წლის. ანუ აქ არის მოჩვეული კლიენტი. აქ არათუნც თუ გორმა, გორის რაიონმა და რეგიონმა იცის რომ ამ ადგილზეა განლაგებული სავაჭრო ცენტრი. აქედან არის ძირი და ძირი რომ რატოა მოჩვეული ამ ადგილზე კლიენტი. ისე იგი ეს არის ისტორიული სავაჭრო ადგილი. პირველი. მეორე ამ ხალხს ყავს თავისი კლიენტურა ბატონო ზურა. ესენიც პატარა ბიზნესმენები არიან. ეს თავი ამ კლიენტურის ირგვლივ ტრიალებენ. პრიორიტეტულად იცევა ბატონი შალვაყიდის ხორცს, ხარისხობრივად როგორ ხორცს, რომ ის არ მოატყუებდა. ხო ვიცით როგორი დეტალებისაგან შედგება ბიზნესი. ესია. ამასთან არიან მიჩვეული ის კლიენტები და შესაბამისად ეს პირველი გავიარეთ, მეორე გავიარეთ, მესამე სამბო. მესამე დიახ. ანუ ეს რომ ისტორიულად აუხსნათ იმ ინვესტორს რომ ეხლა რომ იყიდეს რაღაცას 2000 ეს პირველს უბრუნდეთ. არა. ისტორიული გავიარეთ. კი ბატონო, ეხლა მეორე ამ ხალხს თავისი კლიენტი. ამ ხალხის თავისი კლიენტი. მესამე სამბო რა? ნუ რა ვიცი ჯერჯერობით ეს არის რასაც მიყვებიან მეც ხომ ვაყალიბებ. შეიძლება მესამე თქვა? რაც მთავარია რჩება ჩვენი კონკურენტი ბაზრები. რისი გულისთვისაც ჩვენ კარგავს ჩვენ კლიენტს. ის კლიენტი რო ჩამოვა ცენტრში, საქმე აქვს ბანკში, საქმე აქვს გამგეობაში, მოდის აქ გაივლის იმ ბაზარში შევა და იქ იყიდის 1 კონა მწვანილს, იქ იყიდის 2 კილო პომიდორს და არ ამოვა ჩემთან იქ ზემოთ ბაზარზე წმინდა წყალზე, იმიტომ ჩემი ლამაზი თვალების გულისხმობს. იქ არავინ არ ამოვა. კონკურენტურანი არის ბაზრები რჩება ადგილზე. გარევაჭრობა გააუქმეთო, იმ ხელშეკრულებაში იყო მითითებული, გახსოვთ თქვენ ალბათ ქალბატონო ელზა, ჩვენი გადასვლიდან გარევაჭრობა გაუქმდესო. ქალაქის ქუჩებში, კი ბატონო გააუქმეთ, რას უზავთ იმ კერძო ბაზრებს? აშლით იმათას, გადაიყვანთ იქიდან, ვერ აშლით, იმიტომ რომ ისიც კერძო საკუთრება. ხო? არა, ჩვენ რო იქ გადავიდეთ, ჩვენი კონკურენტები ხო რჩებიან ხო აქ მაგას 21 საუკუნეში არიან, მაგრამ იქ არიან ამ წუთში. აი ამას კონკურენციას ამ ეტაპზე ვერცერთი ვერ უწევს კონკურენტი არიან, ერთი ტერიტორია ძალიან ხოთ საკუთარ ვილაპარაკოთ. მოდი, ეს ის ძალიან კარგად რა. ჩემს არგუმენტებს გეტყვით, მაგრამ არ მინდა მიიღოთ ახლა ეს აი შეგნებული საუბარი ხონდეს რა. არ მინდა მიიღოთ ჩემი არგუმენტი ნიშნის მოგების მიზნით. არგუმენტს გეტყვით, მაგრამ ნიშნის მოგებას ამაში ვერ დაინახოთ რა. იგივე არგუმენტი შეიძლება იმ კერძო ბაზრის თანამშრომლებს ჰქონდეთ. ერთ დღეს შეკრებილი იყვნენ და კაცო ეს ცენტრალური ბაზარი მონოპოლისტი რო აქ. აი ვაჭრობა არა. სიტყვაზე გეუბნებით. აი იმიტომ ვერ ექნება ძალიან დიდი გოჩი რომ. აი პროფკავშირები არის. სარიელია ნახევარი ის ბაზარი. ამ წუთში დაუსახლებელია ვერიფიან მაგას ბაზარს რომ მეგეთყვი. იმიტომ რომ ის 21 რო შენდებოდა ეს ბაზარი უკვე იმ ადგილზე იყო და გათვალისწინებული იყო იმის კონკურენცია. ეს ახლები ვინც არიან გარეშემო, ისინი ახალი დაფუძნებულები და აშენებულები არიან. შესაბამისად ის ძირძველი იქ ადგილზე იყო და ითვალისწინებდნენ რა კონკურენცია და რა დოზით ეშენებოდა. იმ ბაზარზე და ეს დღეები რაც ჩვენ არ ვდგევართ, ყველა მითხრა რომ თქვენ არ დგახართ, არ ჩვენ არა გვაქვს მუშაობა. ხალხმა ამის ახსნა ანუ პრინციპში მე ვფიქრობ რომ მათი ინტერესი ამ ლოგიკით მათი ინტერესაც ვანახებ. რა თქმა უნდა, რომ მისი ბიზნესი თუ გაკოტრდა რა აზრს. ეს ხალხი ვერ იმუშავებს, ვერ შემოგიტანს ამ სარგებელს. და ის ბაზარი იქ არ იქნება კონკურენტუნარიანი და მოდი იქ წაიღო. მათი ინტერესი ორმაგად არის, ერთმაც იმუშაოს და მეორემაც. კი ბატონო. ერთმაც და მეორემაც და სულ მაგას იმუშაოს ახალ. შექმენი არაჩვეულებრივი პირობები, კონკურენტუნარიანი გარემო, სწორი მენეჯმენტი დაინტერესდა. რატო ნეიძულებით ამ ხალხს გადაყვანა? ყველა წაბა ცალ-ცალკე ჩუმად. გამერწმუნეთ ხალხო, ახლა სამართლებრივს დაუბრუნდეთ, აი რა ხანი გახსენეთ რა.
მერავლი ვერ მოგიგებ თუ ერთ ცხელს და მე მიგიყვანენ ახალ ბაზარში კიდე აბა ბატონო ზურა დირექტორი უაცხადებს მე იქიდან გამომდინარე იქიდან გამომდინარე გადავდივართ მაგას ნიშნავს ის მოუწოდებს თავის მეჩეთებს იურისტებს დამდები დავაიმე მელაპარაკებით რომ გადავდივართ ნიშნავს რომ ვიღაცა ფორმიანი მივა ეხლა და ახალ ინადადება დამამთავრებინა რა. აქ არის ორი საკითხი. ერთი, მესაკუთრის ტერიტორიიდან იძულებით გაყვანა და მეორე, იძულებით ახალ ბაზარში შეყვანა. გიხსნით, იძულებით ახალ ბაზარში შეყვანის უფლება, ახლა მე რო ვიღაცამ ხელი მომკიდოს სახლიდან წამოყვანოს გინდა რა ბაზარში შედიო. მაგის უხა რა წარმოუდგენელია ერთი წუთი რა, მაღაზიებზე მინდა ვთქვა. აი იძულებაზე და მაღაზიებზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უფრო შემოსული. ჩვენ რო ჩვენ რო ესე იგი მაღაზიები მაქვს ერთ-ერთ მხარეზე სკოლში იძულებად რა არის? იძულებული ხდები ხეთი რომ მე მაგალითად 6 შვილის მამა. ჩემს მეტი კაპიკის შემტანი ოჯახში არავინ არ არის. ამ წუთში მყავს 9 თვის ბავშვი, ჩემი მეუღლე სახლში ზის. ხო? აი ესეთი ის იყო მარჩი. მე მგონი აღარ მახსოვს ზუსტად დაგვიბარეს მაღაზიის, არც დაგვიბარეს ჩამოგვირიგეს ესე ტალონები, თუ არ მოხვათ მაღაზიების ადგილი აღარ არის, მე არ დაგვიწყოთ, ხვეწლა მუდარგი არა, რჩებით ისე. ჯერ არ იყო ეს ბაზრის საკითხი და ის ჩამოყალიბებული, ძალაუნებულად მივედით, ის თანხაც გადავიხადეთ და იყო შეხვედრა, აი მე პირადად მე რაც მითხრა იმ დირექტორმა მაგას მოგასწრა. 1800 ლარი 12 კვადრატში. და მე არის 250 ლარი შესატანი. ეგ უკვე ქირა. და მაინც შენი საკუთრება არ არის. არა, ეგ თავის და ეხლა რაზე იყო ლაპარაკი? ბოდიში ხოცა აცალეთ თუ 1800 ლარას 12 კვადრატული მიყიდი და არა. ეგ ვიცი რომ არავინ არ მოყოლიდა კი? არა, ეგ იყო წინაწილის შესაძლებელი. უბრალოდ რა. აი ჩვენი ლაპარაკი. ავტოსადგური აქ არ რჩება. არავინ გარშემო რაც კერძო მაღაზიები აქ არ რჩება. ჩვენ ყველანი ხო, დირექტორის შეშეგრულებას როცა მოწოდით, გეწერა რომ ავტოსადგური აქ არ რჩება. ავტოსადგური არ რჩება, მაგას ვინ ჩაგიწერდა იქ მაგრამ. მოდი აი უბრალოდ სიტყვები, კი, აი მივყვეთ, ავტოსადგურია, ავტოსადგურია. ძალაუნებურად ეხლა ავტოსადგურამდე დავშედეთ, პაუზა გავაკეთოთ. აი იურისტები განდექალეთ. თუ თქვენ ანუ დაიჭერეთ ეს ყველაფერი, გეკითხათ ამ ხალხობისთვის, რამეირად შეიძლება ავტოსადგური რომელიც სხვა კერძო მესაკუთრის არის იმან ის მაგივრად აიძულოს ეს. რატო დაიჯერეთ ეს? არის თუჩი მაგასაც მოგახსენებთ. ჩვენზე კარგაიცით თქვენი წინამორბედი მთავრობის პოზიცია, ხო? რომ მან აგურსაც არ დასტოებდნენ და კერძო მაღაზიებსაც არ დასტოებდნენ. და ყველაფერს არც აქ ვიჯდებოდით. კი, არც შეხვედრა გვექნებოდა. ხო, ერთ-ერთი ეგ. მეორე, იმ მაღაზიებიდან, აი მე თუ გინდათ მოატაინეთ სია იმ მაღაზიებისა და ვინ იქნება ბაზრისში, ვინც მუშაობს. განა ისინი თავის მეჩეკეებს ახალში ხო, კი, აი ძველიდან, აი ვინც ავართ, ვინც არიან დღეს ბაზარში მუშაობენ. შეიძლება 50%-იც ვერ არის. იქ არის, კი, ღმერთმა მოახმაროთ. გორის მაცხოვრებლები ტელევიზიაში თქვა. კი. არა, მე მინდა რომ არაფერი არ გამიგე. კი ბატონო. მე რო თქვით რომ 1800 ლარი გადავიხადებ. ანუ აღარ ხარ, გადაიხადეთ და აღარ ხართ იქ თუ. არა, ეგ არის ის დაწერილი, მაგრამ ხო, მაგრამ ჩვენი გულის პირი. არა, გააქვთ ხო? კი, გვაქვს. მე რამე ხო შეიცვალა და წაგა. არა, სურვილი აქვს შესული. ხო, მაგრამ სურვილი რატომ მაგას იქ მაღაზიებიდან, არა, მაღაზიებიდანაც. გორის, აი ვინც ბაზარზე ვდგევართ, ხო? არ არის იქიდან ყველა ის ნახევარზე მეტი ის არის ისეთი ხალხისა, ვისაც უნდა გასაქირებენ. ჩვენ რო გადავალთ 20-30 კაცი და გავხსნით იმ მაღაზიას. ფაქტიურად აი წარმოიდგინეთ, რამდენი პროცენტი ახალში რამდენი? ვერ გეტყვით. 60 მაღაზია. შენობა. იმ 60 მაღაზიიდან არ არის იმდენი ნახევარიც კი რომ დღესვე მაგალითად რო დაიხუროს ეს ბაზარი ჩემნაირები რომ სხვაგან წასასვლელი რო არ აქონდეს შევიდეს გახსნას მაღაზია. ყველას უნდა იქ დანარჩენი მაღაზიები ნახევარზე მეტი უნდა გაქირავდეს. ესე იგი ფაქტიურად ჩვენ უნდა ვიდგეთ რამდენი ხანი
სანამ ბაზარი შედგება, იმას ხო თქვენ რო იყვეთ, თუ არა იღებთ, თუ არ იქირაებთ, ხო თუ არ არის. მე რო ვქირაობ იმ ადგილზე, საცა არის ხალხი, საცა არის მუშაობა. აი ეგ არის კიდე ჩვენი თავარი პრობლემა და იმიტომ არის ეს მაღაზიები ვითომ შევსებული. მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ ბიზნეს ფასად თქვენ სულ აქტიურად ბიზნესმენები ხართ, ხო, უბრალოდ მასშტაბია თქვენი სხვა. რა თქმა უნდა. ბიზნესის კუთხით რომ მივუდგეთ, რეალურად ვთქვათ რა, კონკრეტულმა მაღაზიის მეპატრონეებმა გააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება და ვიღაცამ დაასწრო იმ მაღაზიების აღება. მასი არ იყო, მე მოგახსენეთ ერთი წუთი. მასი არ იყო, რაში იყო საკითხი? ამ ადამიანებმა მიიღეს იმ მაღაზიების აშენების უფლება ამ ტერიტორიაზე, ააშენეს ეს გარკვეული თანხა დაუჭდათ, ეხლა შესთავაზეს, შემდეგ იქ ახალი ფული გადაეხადა. ანუ ამათვის აღმოჩნდა ეს მიუღებელი. რა თქმა უნდა, ძველ ტერიტორიაზე, რომელიც ახალი მაღაზიები აშენდა. ეგ ახალი მაღაზიები ამ ადმინისტრაციის როდის მანამდე არა, რომელი გარეთ მაღაზიები? არა, $7,000 გადავიხადე ებრაელებმა, როცა იყიდეს 12 კვადრატში გადავიხადე $7,000. თან მითხეს რომ ცენტრალურ წინ ხო ებრაელებმა როცა იყიდეს, ეხლა ბოლოს როცა იყიდეს ეგ ბაზარი რატომ იშალა სწორებრძანებს გადავიხადე $7,500 12 კვადრატში. $7,500 შემდეგ იმათ აღარ უთქვიათ, ჩემთან აღარ მოსულა რომ ან ახალ ბაზარზე რასაკეთებ, ეგაო არისო ახალმა დირექტორმა გვითხრა ეხლა ბოლოს ვინც არის $7,500 რაში გადაიხადა 12 კვადრატ მაღაზიაში. საკუთრებაში მიწა არ აქვს, ბაზარი ის მაღაზია. ძველ მაღაზია. წვანე მაღაზია. შეიძლება რამეში მე ვერ ვერყოდი, მაგრამ მომკალი და ვერ ვგებულობ. როგორც ეთქვა, შემტაი რო გიქცევ 7,000 გადაიხადე და გასო. რაში ვიხდი? ანუ უფლებაში რო იქ შევიდე. აპრილის გაქირავეს ამის მერე ქირაც კიდე ქირაც ვიქი 200 ყოველწლი. ქირასაც იქ მეუბნებია რომ ეგ მაღაზია ჯანხია გადააგდა და იქ იქაც იყიდე იყიდე ახლა. ხელახლა მაღაზიებია. ის ულახილად ვეთქვი საწყენა რეგიონები. რატო იყიდე და აი ვერ გავიგე. ყველაზე იაფად მე ვიყიდი $10,000 სხვა მაღაზია. იმ კაც რო უთხრა ეხლა ხო გამივიდა და გავაკეთე უთქვის და აი რა უნდა უყასო ბატონო ზურა მაშინ ბატონო ზურა აი ეს ჩემი წელი ბატონო ზურა გიძა სამშო ვარ არაფერი არ ხდება ბაზრის გადასვლა საზღვრის პირას უკიდანავა შემოსავალი აღარაფერი აღარ აქვს სახლისი გამივლეს ის კალიუჩკი კაბინეტურაცა მათულხლაზე გუგუტიანთკარელი ვარ მე ვარ გუგუტიანთკარელი 2005 წელს როცა ეგენი მოვიდა ნამდვილი და ვიყიდე რომ იქ უკვე იტყებოდა რა სიტუაცია თუ შვიჩი მოვიდა ვაკიდა გამოვიდა ესის და ვიყიდე ეგრე და ახლა რა ვქნა თქვენ არა იმაზე მაქვს ნერვები და რო შევედი ბოჭოვიშვილთან მასკარად ამიგო რა და მაგაზე ხდება ედი წამშრა ხა ბატონო და თქვენი მაღაზიები კიდე სხვა პრობლემა მაღაზიების თემა მაშინ მაღაზიის თემაზე თუ აი ამიტომ ეხა უყურეთ მე მესმის რომ ყველას აი თქვენი საქმელი გინდა თქვა მაგრამ ბატონო ზურა ამ გეგმაზე ვსაუბრობდი რა რომ მაღაზიის პრობლემა მედახმის პრობლემა იმის პრობლემა ავალაც რა ეხა იქ დახლზე აქ მაღაზიაზე თორმა ვიცეთ არის სახელი იმ ადამიანთან ანუ ეს უნდა წამოდგე ბატონო ზურა
გუშინ მე მეტნაკლებად ცოტათი შევეხე ამ თემას, აი ამ ესეთი ისტორიები, როგორც ახლა ბატონო ბრძანა, არაერთი მოქალაქე მოდის და ყვება, რომ იყიდეს რაღაცა სასაცილო უფლება, ზოგმა რკინის კონსტრუქცია, ზოგმა კედლები ააშენა, შიგნით შენობა ააშენა, უამრავი თანხა დაუჭირდა. არ არის ხალბატონო ელზა, გავიგე, მაგრამ კაცო რას ვედავები იმ კაცს თქვენთან ერთად რომ რატო გაყიდე თუ რომ ეთქას მე კაი კანონი რატო დაარღვია კანონი რატო დაარღვია ელემენტარი იმდენი კანონი დაარღვია რატო მიხიდეს ძალიან მაგისტროებით მაშინ პროკურატურაში უნდა წახვიდეთ ეს ისტორიები უნდა დაიწეროს საჩივრად ერთი წუთი ძალიან გთხოვთ რა აი ხო ნახეთ ცოტა მეტაფილაპარაკეთ ახალი თემა წარმოიშვა რა არ დავკონკრეტდეთ საკითხებზე რა მოდი რა მოვითმინო თქვათ მაღაზიის თემაზე მოსაუბრეს ვაცადოთ იმ თემის ამოწურვა გადავიდეთ დახლის თემაზე ამოწუროთ ის თემა ამ პირით დავხტივართ რა სამართლებრივი პრობლემიდან გადავხტებით მაღაზიაზე იქიდან იმაზე ჩამოვაყალიბოთ რა თუ შეიძლება მაშინ რო გავაგზავნოთ მაღაზიების სამომი თუ დახზე გადავიდეთ თუ გავაგზავნოთ არ ვიცი არც ერთი ადამიანი როგორ გადავიდეთ ეს მოთხოვნაში ისა ბოდიშით მაშინ ამ მოთხოვნებს რო წერდით იქ იყვნენ მაღაზიის მოსაკუთრეების და დახზეც იდგნენ იქიდან სპარტი ეს მოთხოვნა ეს კონკრეტიზაცია არ გავაკეთეთ იმიტომ რომ ამ ადამიანებს საერთო პრობლემა ეს ანუ ამ ადამიანებს იმიტომ უნდა რომ ანუ ის მაღაზიას და ის დახლის ანუ არ მაძლევთ საშუალებას რომ აი როცა მომცეთ მაშინ მაღაზიას საუბარს მაშინ კი ბატონო ფორმატზე შევთანხმდეთ რა რომელსაც საშუალება კონკრეტული ინფორმაციები ჩავიწერო და რო დავამთავრებ თუ იმას რასაც გავივლით რამე გამორჩება ყველას გისმენთ სათითაოდ რა კარგი ეხლა მე მინდა თქვენი ჩივილი მესმის მაგრამ მე მინდა დალაგებულად ჩამოწერო რომ იმ კაცს რო შევხვდებით იმ დევრობით მივყვეთ და დაუყურეთ ეს თემა თორე იმ კაცის თანდასწრებით ესე ქაოსურად აი უბრალოდ რო თქვას რა რომ აი ამდი კიდე წავ ვერ გავიგე რა ხოლმე იმას რაღაცა ის რა ადგა და გარბის რა დავაკავოთ ისა ვერც დალაგებულად ეხლა ესე იგი ბატონი ზურაბ დავაზობთ ესეთ რამეს რომ მე რომ დავსაბუთო თქვენი დარჩენის мотиваცია ხო არ შეიძლება ხისტად არ მინდა ეს უკვე წარსული დროის განაცხადია ცივილური განაცხადია რომ უნდა დაასაბუთო რატო არ მინდა ამიტომ მე მოგეხმარებითო ამ თეზისების ჩამოყალიბებაშიო და მეტნაკლებად შევეცდები ისეთი მიმართულება მივიცეო რომ ეს მართლაც მოსასმენად რომ მოისმეს ის მესაკუთრე იყო ეს მისაღები დიახ არგუმენტირებულია ეს არ მინდა და მომეცით თემებიო ჩამოვაყალიბებო და ასე დაველაპარაკებით იმ მესაკუთრესო ეხლა კი ბატონო მოყევით თქვენი პრობლემები რასაც შემთანხმებით რასაც გარეთ ვისმენ რატო უნდა ეგონოს ბატონ ზურას რომ ეს ჩემი პოზიცია მოყევით ის ძარღვი ის ცოცხალი თემები რომ ხალხო რა დღით მოხვედით დღევანდლამდე რატო არ მიდიხართ რა არის ასანაზღაურებელი წასვლის შემთხვევაში რა გააკეთეთ რა აშენეთ რა თანხები გაქვთ ჩადებული შესაბამისად აი ამის თაობაზე რა მექანიზმები უნდა ამოქმედდეს თემა მომეცით დავალაგო და კი ბატონო ეხლა გისმენთო სათითაოდო ისაუბრეთ თქვენს პრობლემებზე არა მე ვთქვი რომ კი ბატონო ხო რომელიც გამორჩება და იმაში რამე არ იქნება დავამატოთ მე დავიწყეთ ხო პრობლემა ძირითადი და ასე ვთქვათ ეხლა ის წარსული პრობლემები 7000 გადავიხადე კი ბატონო ჩავწერთ მაგასაც მაგრამ მივყვეთ ეხლა მომდევრობას რომ დავიწყეთ რომ თავარი პრობლემა იმისა რომ ერთი ჯობია ძველი ბაზარი ახალს და რა პრობლემას მოიტანს ახალი ძველი შედარებით დავიწყეთ წერა ხო ეს იყო პირველ რიგში მანძილი რომლის გამოც არის მოსაზრება რომ ვაჭრობის ასე ვთქვათ ბრუნვა არ იქნება შესაბამისი რაც არის ძველ ბაზარში მანძილის გამო ბრუნვა შესაბამისად შემოსავლები ანუ უარყოფითი მხარეები ამ გადასვლის პროცესში. ამის ჩაშლა სწრაფად ვცდილობდი, რომ ჩაგვეშალა და არის შეგნით ის მიზეზები კონკურენტის თემა, ასე ვთქვათ, შეიძლება დახზე ფასების თემა, შეიძლება რაღაც კიდე
თემები. სანამ ამას ჩავშლი მანძილის გარდა მეორე თემად, ანუ გლობალურ თემებად, რა შეიძლება კიდე დავაყენოთ? არსებული კლიენტურის უკვე არსებული კლიენტურის დაკარგვა. პრივატიზაციული მოსახლეობის მაღაზიას ჩამოვაყალიბეთ. დისკომფორტი, მოხმარებლის დისკომფორტი. კლიენტის არ უნდა დაკარგვა. ძალიან კარგი მომხმარებლები, როცა გაუხსნეს კორპუსის ქვეშ მაღაზიები, აქაც დამეკარგა. კონკურენცია, რომელიც ეხლა ვერ უწევს თქვენ ბაზარს, ძველ ბაზარს კონკურენციას, მაგრამ ახაც გაუწევს კონკურენციას მანძილის გამო. ასეა? ეს ჩავერთვით წელა პრივატიზაცია ხალბატონო რომ 21 საუკუნე როა ეს ხაზარება ხო? ესე თქვენ როცა არ მუშაობთ, იმათაც არ აქვთ მუშაობა. ლიახვის ბაზარი. ჩვენ ძირითადად ხო ტასაცმელის სისამართლე. რაც თქვენ გზადეთ მაგას ვეთახმები ზუსტად. მე მაქვს ინფორმაცია. არა, უკაცრავად ბოდიში ბატონსო. 21 კი არა ეს. ლიახვის ბაზარი, ტასაცმელი, ფექსაცმელი. დიახ. არა 21-ზე უნდა. 21-ზე გეტყვაში. არა, პირველი ინფორმაცია რომ რადგანაც 21-ზე დავიწყდა, მაინც გეტყვით რომ 21-ში ვიც მუშაობს, ისინიც ამბობენ რომ თქვენ რო არიბეთ, თქვენ მუშაობთ. კი, ესე არის, ნამდვილად ეს. მიზეზს გეტყვით, ბატონო. ეს არის დედა ბაზარი, რომ ეს თემაზე არ მინდა გადავიდეთ ასე. არა, ნუ მიზეზი ხომ დავიწყეთ. ახლა ვიტყვით ერთ რამეს. არის, მე მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ ის 21-ს როცა დაუშვათ მოხდება გადაჭუბება, გადაყვანა ბაზრისა და გარევაჭრობა და ეს ყველაფერი აიგზავნება, აპირებს იქით გადასვლას. 21-ს აი კერძო მოვაჭრები ვიც არიან. ესეთი ინფორმაცია მაქვს. შეიძლება ტყუილია, შეიძლება ის იქით გადასვლას კი არ აკეთებთ. 21-ს ადმინისტრაცია ჩვენ გვეხვეწება, რომ თქვენ შემო, მაგრამ მაგაშია ლაპარაკი. ელაზეში ოქტავოი ბაზარია იქ და იმიტომ ვერ მუშაობენ რომ ჩვენ რიგითი გამყიდველები არ დგავართ. და ის საშალო ბაზარი დაიტვირთება მერე ხალხი გადავა მთლიანად იმათთან დარჩება ის უკვე ცენტრალური ბაზარი და იქ არავინ აღარ არის. აი ეგრე დიდება მე დირექტორი იყო გადმოსული მეერთედან გადმოსული იყო დირექტორი და გაუგნებდა თქვენ გადმოდით. დირექტორის ინტერესი კი, ეს ეხლა კი არა ყოველთვის და გაფართოებაც უნდა. მაგრამ ვერ გააფართოებს ტერიტორიის გაფართოებასაც აპირებდა წინასწარ ხელისუფლებაში და ვერ გააკეთა ესეც კარგად იცით ესეც. ეს შეიძლება განვავრცოთ კიდე რა შეიძლება კიდე დაზა აი ჩამოყვე რომ არ გამოგვიქთენებდნენ რომ უყოთ მინდევრობა გვახსოვდეს ყველას პირველი ასე ვთქვათ მანძილი და აქედან გამომდინარე ბრუნვის და შემოსავლების ცვლილება მეორე კლიენტების დაკარგვა ანუ მუდმივ კლიენტებზე ხო აქ ლაპარაკი. ძირითადად ეგრე მუშაობ. 20 წელი მანდრიგას გაფი და მუდმივ კლიენტები. კონკურენციის საკითხი თქვენის ნებართვით მეოთხე მივამატო მაღაზიების თემა. თვითონ მოქალაქეების აზრით რომ მოქალაქეებსაც აღება იმას შეიძლება განაცხადოთ რომ მე ძალიან უკვე გაბედულია. აქ ლაპარაკი არის აი ხა ბოდიშვიხტი პირველი მეორე და მესამე რაც დავწერეთ ანუ მანძილის გამო ბრუნვების შემცირება და ვაჭრობის შემცირება კლიენტის მიდგომები ანუ პასტაიანი თუ ისეთ რესურსი ყვა მოდები კლიენტების მომხმარებლის დაკარგვა და კონკურენცია ეს სამივე არის გაზომვადი ანუ შეიძლება მანძილის ანუ ბრუნვის გაზომვა შეიძლება ციფრებში რა მაგრამ ძალიან ძნელი იქნება ეხლა და ვერ გამოყვებით მე მაგ პოლემიკაში რომ მოსახლეობისიანად მოსახლეობის აზრი კაც მარცის ვის რა აზრი აქვს რა თქვენ აგერ ვინც ხართ თქვენში ჩანს რომ სხვადასხვა აზრი აწუხებს არა ეგ რა თქმა უნდა ამ თემაზე შედეგამდე ვერ სიამოვნებს ქალაქგარეთ 3 კილომეტრის დაშორებით სიარული იმიტომ რომ უჯდება ძვირი ხო მანძილიდან რა ზეკა ანუ პირველი საკითხი წერი ნომერ პირველად წერი მეოთხე მაღაზიების პრობლემა ანუ პრობლემა იმაში გაგებით კი არა ჯერ კიდე იქნება მეხუთეც არის რა ბატონო მაღაზიების პრობლემა ორ ეტაპად არის დაყოფილი ამათ საკუთრებაში მხოლოდ მაღაზია სამი ტიპის მაღაზია სამი ტიპის არის ხო და სამი მუხლი ექნება მე ამ მაღაზიას მაგრამ დავწერო რომ მაღაზიები უკვე გაგებული
ძველი ადმინისტრაციის მაღაზიების მეპატრონეების საკითხი. მე სათითაოდ გავიარე მეხუთე თემა კიდე. მეხუთე თემა. იცით რას, გურამიშვილის გამზირი და აყოლებული მე ისა ებრაელების ჩიხი ქართლის ქუჩის გაყოლება მაღლა არის გაკეთებული საბიტუბო მაღაზიებში. საბიტუბო თქვენ ამბობთ კერძო სახლებში. აი ეს მაღაზიები ფუნქციონირებენ ძალიან კარგად, იმიტომ რომ არის ბაზარი, იმიტომ რომ არის ცენტრი. ბაზრის ხალხი, როდესაც აფავებს ამ მუშაობას, შედის ეს მაღაზიაში და შეისყიდის ყველაფერს, რაც სჭირდება სახლისთვის. მშრალ პროდუქტს მაღაზია ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, ისე გითხრათ რა, შეიძლება ფეხის მნიშვნელობისთვის არის კომფორტული, მაგრამ რამდენჯერაც მე მანქანით გავიარე და აუცი ფულის დასახელდებლად თუ გორჯომის საყიდად მაგრამ დღესდღეობით ვერ ვისარგებლე. დღესდღეობით ეს პრობლემაა. აი ბაზართან არის კავშირი. იმიტომ რომ აი რატომ არის ნორმალური სტაიანკა არ გააკეთეს. ამდენი წლების მანძილზე დახლები ფაქტიურად. ქოხმახებში ვდგავართ. სადაც სტაიანკა უნდა იყოს, მან ჩადგეს რაღაცეები. სამეჯი ხურებია ჩადებული. ეს ადმინისტრირება აკლია. სინამდვილეში და ისე მეც გადავუხმობ ახლა ცოტა და თვითონ რამე შემოთავაზება იყო რომ ეს მწვანე ჯიხური რაშიც ფული გადაიღებდეს ალბათ ჩაგიგავ ბაზარში გითხრეს უთხრეს ჯიხურის ხალხი აგერ არიან ფული უნდა არა ფული კიდე უნდა გადაიღოს კიდე ხელახლა ფული უნდა ჩავალაგოს მე ვიცის რენტა აი ამ თემას აუცილებლად ჩავიძე როგორც ეს არა ქვია მეხუთე პრობლემაზე ვლაპარაკობთ ამ ეს მეოთხე მაღაზიებში გავშალოთ მაღაზიების გაშოშეზე აუდიტ რომ მოსახლეობაში პრობლემა რა ისმა პრობლემა იმაშია რომ მაღაზიებს საერთოდ სამუშაო რეკლა რა უნდა შევიდეს საგადასახადებაში ფაქტიურად ისინი უნდა აიყარონ ესე გამოდის არა ხომ არა ეხლა ეგ თვითონ იმ ბაზართან მე გეტყვით ერთ რაღაცას გურამიშვილის გამზირზე ბაზრის წინ ტერიტორიაზე იყო გაჩერება ატო გაჩერება უფრო მეტი მაღაზიები ფუნქციონირებდა მე აიღეს ეს ავტოგარისა მაღაზიების გადაკეტა იყო ესეთი შეგროვება წინა ადგილი როგორც ავტოსადგომი გაჩერდა აგზანეს ეგრევე მთელი მაღაზიები დაიკეტა იყო პაბლები დაიკეტა მე ჩვენი ხარჯით გადმოვწიეთ ქუჩის წინა გურამიშვილზე აი უკვე ის რო იწება შეღობვა რო იწება მან აი მაღაზიებმა შეკრიფეს ფული და ეს სავალი გზის ნაწილი გადმოვწიეთ ტროტუარი იყო 6 მეტრიანი 3 მეტრაზე გადმოიწია გასაჩერებლად მანქანის აი გავაკეთეთ ჩვენ აი ელემენტარულად გამოიწია მაღაზიის დახურვა და ესენი რო წავლის საერთოდ რომ მან უკვე იმის საცობების გულისთვის აღარ აჩერებდნენ მანქანას. იუჯეთში რაც არაპირებენ ოპტავი მაღაზიები ასეთ გადასვლას. ელემენტარული ოქროს თევზი ირაკლის აქვს. გაშლილი აქვს ამ კაცს ამ ხელა მაღაზია 3 ამ ხელა ოთახის ხელა. იქ სადავ 12 კვადრატში მე ამდენი საქონლები სად დავტიო? კაცი არის გიჟად, ხო? ესეთი პრობლემა აქვს სულ ყველას. არა არც იმათ არ აწყობთ გადასვლა ბაზრისა. რატო აწყობთ, რომ დაკარგონ ამ ხელა ბიზნესი? კიდე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მაღაზიის თემა ესე უცბად ვერ მოიწონდა და მაღაზიის თემაზე ამ თემას კი ერთიც შეიძლება კიდე ანტისანიტარია ძალათი შექმნილი. ჩვენ აი ვინც ყველა გორელები ვართ და გვახსოვს. ყოველი თვის ორშაბათს ხორცის პროდუქტების იკეტებოდა, შემდეგ მთელი ბაზარიც იკეტებოდა ორშაბათს ყოველ თვე და ირეცხებოდა მთელი ბაზრის ტერიტორია, შიგნითა ტერიტორია. რამდენი ხანია არ მომხდარა დალაგება აი ეგ არის ანტისანიტარია შექმნილი ხელოვნება. აი მე ტელევიზორში უსმენე გუშინ დირექტორის განცხადებას რომ ფაქტობრივად ოფიციალურად ის რა ქვია სულსათის უმრავლობის სამსახურის მხრიდან ოფიციალურად წელიწადი დაგეპილიაო და ეხა ამ ფონზე იმას იქამდეც არ დასუფთავდა მაშინ იქნებ ბატონ ზურას უთხრა რამდენი დამლაგებელი ყავს როცა და ერთი დამლაგებელია ძალიან დიდი ტერიტორიაზე ერთი იმართება მოდის და აი ეს შეიქმნა ანტისანიტარია ხელოვნურად
როცა აღარ დააწყებეს სულთავდებოდა ბაზარი. მოვლენი თვის მე ორშაბათს მოგახსენებთ, ვიდრე ეს არაბი ინვესტორი მოვიდოდა, მანამდე იყო იდეალური თუ არა ნორმალიზებაში იჯდა. ვიდრე სახელმწიფო მფლობელობაში იყო და არ გასხვიდა კერძოზე. უნებრივია სახელმწიფო დირექტორები არსებობდნენ. მაშინ შეკეთდა თუ რამე პლასტიკატი გაეკრა. თუ რამე იყო გასაკეთებელი. მე ამათ რა გააკეთეს. მინა სადაც ჩამოვარდა ზაბორის ჟესტია გაკეთებული. აპატიეთან გამოხმაზე. კიდე ჩამოვარდა მე იქ სახურავის ჟესტია. მე ფანერკები ააგრეს. განათება ფაქტიურად მოისპო. მე ისია დაქსელილი ახლა ხორცებში რო გაიაროთ, ისია დაქსელილი იქ რო გადაიტანოს ერთმანეთს შეიძლება სულ დაიხოცოს ხალხი. ანუ რაც შეიძლებოდა ამათ ისე გააკეთეს ხელოვნურად არის. 4 ონკანი იყო, 4 ონკანი. ერთ ონკანზე ჩამოიყვანეს, ისიც თავის ხარებთან დაიღეს. იმასაც 5 საათზე გეკავს. აკაც როგორ შეუძლია ანტისანიტარიაზე ილაპარაკოს. რა იყო და რა გააკეთეს. მანც მაგალითად ხანდები გაუარესეს. პირველ საბაბად მაგას იყენებენ ბატონო ზურაბ. ანტისანიტარიას იყენებენ პირველ საბაბად. 3 დღეში ერთხელ ნაგვის სრო 3 დღეში ერთხელ გაიტან ყოველდღიური გატანის მაგიბრად. რომელაც სისუფთავეზეა ის საბაბი. ისიც ჩვენი ბრალია. ამის ხან ისიც ჩვენი ბრალია. პირველი საბაბი ეგაა, რომ სისუფთავე არ არის, ანტისანიტარია გამეფო. ხელოვნურად არის ყველაფერი შექმნილი. ჩვენ ახლა დასული ხარ ლოგიკას მივხვეთ რა თქმა უნდა შეიძლება ახლა მე იმ ადამიანის ნაცვლად არ ვლაპარაკო. უბრალოდ ჩემ ხედვასაც მინდა რა ხედვა არ მინდა ეხლა ეს გაიგოთ თავრობის პოზიცია. ადამიანური ხედვა რა ლოგიკურად რა ისეთი ხედვა თქვენც რო დააყენოთ თქვენ რო იყოთ მესაკუთრე იმის ან ვიმსჯელოთ რა ახლა მე არ ვიცი იმას რა მოსაზრებები ექნება მაგრამ ლოგიკურად რო შევხედოთ ბოლო 1 წლის განმავლობაში ანუ როდესაც იმ კაცს აქვს ესეთი ინფორმაცია რომ ბაზარი უნდა გადაეტანა ამისთვის ნუ ფული დახარჯა გაიღო 5 მილიონი ლარამდეა თანხაზე ლაპარაკი დახარჯული ინვესტიცია გაქვთ თქვენც წარმოედგინეთ იმის ადგილას თავი რამდენი აიღო ჩვენი შეკებიდან მერე რამდენიც არ უნდა აიღო თქვენი შეკებიდან იმის ადგილას დადექით და ისე შეხედეთ აიღო ეგეც კარგია იმის ადგილი იმის განმოსახეთი ჩვენ ზოიგო ჩვენ ზოიგო ხო ბატონო ძირითადი პრობლემა იმაში არსებობს. 2011 წლამდე ვიდრე დააძალებდნენ ახალი ბაზრის მშენებლობას. სრულიებები შევიდოდა იმაში. დადგენილებაში მანამდე 2007 წლიდან ამ ადამიანმა მიზან დასახულად აანგრია ეს ბაზარი. აი ამაშია დიდი პრობლემა. იმიტომ არის დღევანდელობაში ეს სიტუაცია. იმის მაგერად გავიგებთ მიზან დასახულად ანგრევასა და უკვე დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბიზნესმენის ტვინით ხარჯების აღარ გაწევა, იმიტომ რომ სადაც ხარჯი გაწია, იქ დაგეგმილია ამ ყველაფრის გადატანა. ეს არის ასე ვთქვათ მის ხედვით წყალში გადაყრილი ფული ყოველი დახარჯული ამ ძველ ბაზარში. დამეთანხმებით ხო? ზოგიერთი ბატონო მაგრამ გადავიდოდა ეს სისუფთავე მაინც დაეცვა. მანამ გადავიდოდა თვითონ დაეცვა სისუფთავე. იბატონო გადაუკეთა ხალხები შენობის შეკეთება რაღაცა ისეთი ხარჯების გაწევა ნუ ყოველ შემთხვევაში აი ხორცის შენობაში რო შეგძანდებით იქ კრიშიდან იმდენი წყალი ჩამოდის ელემენტარულად იმის გაკეთება მაინც შეიძლება რომ თუნდაც ის კრიში არ ჩამოვარდეს და მანამ გადახვალ იმ ბაზარზე ვიღაცა მომსახურე პერსონალს ამ მომხმარე პერსონალს არ ჩამოვარდეს ავარიმდგომარეობაში კონსტრუქცია არ არის. მდგომარეობაში იცით რომ სიკარი არაგიარება იქ კრიშა სახურავი ფაქტიურად არ აქვს. ელემენტარულად ეს შეეკეთებინა და უბრალოდ ეხლა რომ ერთი შეკითხვა და საერთოდ მას არა შემოდარი შემოგვიდი. დღეს ჩვენ იმაზე ვართ შეხვედრილები რომ
დავვლაგდეთ იმ დონეზე, რომ ჩვენი ინვესტორს რაც ჩვენი საკითხები წაუყავთ. ჯობია ყველანაირად, მოდით ეს საკითხები ჩამოვაყალიბოთ, გავიდეთ ამ საკითხებში ბოლომდე, რომ იმას ჩვენთან ზედმეტი შეკითხვა არ ქონდეს და ჩვენ იმასთან ზედმეტი შეკითხვა არ ქონდეს. აი მეთი კონსტრუქციულად დავვლაგდეთ და მე ჩვენი საჭირო საკითხები განვიხილოთ შემდგომ. ორი თემად გავუკეთეთ, ორი თემად გავყოთ, აუცილებლად მოგისმენთ. ერთი შეკითხვა მექნება მე. ინვესტორი რო შემოვიდა იმ ხელშეკრულებით. ხო დაეკისრა რაღაცა სახელმწიფო ქალაქისა და მოაჭრეთა წინაშე. აი ეს გვაინტერესებს. არაფერი ვალდებულება არ აუცია ხო არის ვალდებულება. რაღაცა ვალდებულება დაეკისრა. მოქალაქეების წინაშე არა. დადებულია საიჯარო ხელშეკრულება და ნასყიდობის ხელშეკრულება. 2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე აუქციონის პირობებით იყო კიდე დამატებითი პირობები, რა ვალდებულებებს იღებდა. და ზუსტად ის გავაჟღერეთ, რომ შესაძლებელია დღეის მდგომარეობით არ არის ის ხანდაზმული იმ ხელშეკრულების გასაჩივრების ვადა კიდე არის და შესაბამისად გამყიდველს ეს არის გამგეობა შეუძლია ამოქმედოს ის პუნქტები არის შესრულებული ანუ ეს ვალდებულება შესრულებაზე კი არა ჯეროვნად შეასრულე და იმ ხელშეკრულებაშივე არის ესეთი პუნქტი თუ არაჯეროვნად შეასრულეო შეუნდა დაჯარიმდე გაყიდული თანხის პირგასამტეხლო 0.5% უნდა გადაიხადო და თუ არა ამასაც არ გადაიხდი უქმდებაო ხელშეკრულება ჩემსა და შენ შორის ამბიციური რა ხელშეკრულებაში ხარ აი ჩემო კახა ჩვენ არანაირად იმპულსებს არ ავდეთ არანაირ კალათს ჩვენ გვაქვს პოზიცია ღმერთმა დამიფაროს მე ჩემი მთავრობის საწინააღმდეგოდ ავიღო კალამი და დავიწყო საჩივრების წერა არ მინდა არ გვინდა ნახეთ ეს ხელშეკრულება საიჯარო ხელშეკრულება ნიშნავს პოდეში ხალხო ეს არ მინდა იმიტომ მაშინ გამგეობას რომ ბატონო პატიცებულო ხელშეკრულების მხარე მიხედეთ ამ ვალდებულებებს არის ჯეროვნად შესრულებული და აღძარით სარჩელები ეს ამას ვამბობ კიდე ერთხელ გიმეორებთ გუშინას თქვი ნუ შეიყვანთ თქვენივე დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანების შეცდომაში და კიდე ერთხელ ეხა გეუბნებით საჯაროდ რომ სახელმწიფომ მუნიციპალიტეტმა კერძოდ ამ შემთხვევაში გაიარა ეს თემა ჩათვალა რომ ის პირობები რაც იმ ხელშეკრულებაში წერია არის შესრულებული და მიიღო შენობა ექსპლუატაციაში. ეხლა თუ თქვენ თვლით არა ექსპლუატაციაში მიიღება არა ვალდებულებებით შეასრულა იქ იყო ლაპარაკი მოწყობაზე რომ უნდა ყოფილიყო არ ვიცი როგორც მახსოვს მგონი ლაბორატორია უნდა ყოფილიყო ხო რაღაც ჩამონათვალი იყო რომელიც ამ ადამიანმა შეასრულა ადასტურებს ერთი მხარე თუ თქვენ თვლით რომ ეს არ შესრულებულა აი გამოყენილი გვაქვს ახლა ინფორმაცია. კი ბატონო და მაგას ვიძახიო. სანამ არ ნახავთ, სანამ არ გამგეობი და გამომიყვანთ ინფორმაცია იმ ხელშეკრულებაშივე წერია ერთ-ერთი პუნქტი. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში თანხმობას აძლევს გამგეობა რომ ეს ვალდებულების შესრულებულია. გამოთხოვილი გვაქვს თუ ახლა გამგეობა მიიჩნია და მოიწონა ექსპლუატაციაში მიიღება ნიშნავს ამ ვალდებულების შესრულებას. როგორ არა ბატონო? არა. ექსპლუატაციაში მიიღება ნიშნავს იმას რომ ობიექტი მოიწონეს ჩემი კოლეგა და იმენივეთის რაც მე ვიცი გათო ჩვენი ჩვენი პოზიცია ჩვენი მხარეა არც ერთ შემთხვევაში ანუ ექსპლუატაციაში მიიღება ბატონ ზურაბს გონია ეს არის რომ დაგის ვალდებულებები შესრულებულია ერთი წუთი ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია მგონია კი არ მგონია იქ ვალდებულებაში წერია მაგალითად ლაბორატორიის მოწყობა ამის აშენება ამ ინფრასტრუქტურის გამართვა და ისეთი ვალდებულებებია სადაც ლაპარაკია ინფრასტრუქტურაზე შესაბამისად თუ ეს არ გაკეთდებოდა ექსპლუატაციაში შენობა ვერ შევიდოდა ელემენტარული კანალიზაცია არის გაკეთებულია ხოდა ეს კიდე სხვა საკითხი ექსპლუატაციაში მიღებულია ელექტროენერგია მიერთებული არ აქვს კანალიზაცია არ აქვს გაზი შეყვანილი არ არის ექსპლუატაციის აქტში წერია ეს ესეც სამოსაწევი თემაა ხო როგორ მოაწერა ჯალახონიამ ხელი ამ დოკუმენტს სადაც
კანალიზაცია მიერთებული არ არის, გაზი მიერთებული არ არის, ელექტროენერგია შეყვანილი არ არის და ბოლოში წერს მოწონებულია ჩემთვის რომ ასეთი ობიექტია. და ეხლა რო გიწუნებენ რომ სიბინძურის კერაო, იქ ეპიდემიის კერა იქნება. იმიტომ რომ არ არის კანალიზაცია. წყალი არის სულ ორ ადგილზე. ბოდიშ სამი პარაჟაში მეორე კიდე ერთი დასავლეთ წყალი. მეტი წყალი იქ არსად არსებობს. წყალი არის მხოლოდ კიდე ერთ ადგილზე, სადაც თვითონ აკეთებს. უსაწყობს, მეტი არის. ათისველი წერტილის გაკეთების და არ გააკეთა ათისველი წერტილი ეს სხვა თემაა. ხო? ანუ აქ ლაპარაკი იურისტის მხრიდან არის იმაზე, რომ კანონდარღვევებით გაკეთდა რაღაცა. თუ წერია სადმე რომ ესე უნდა ყოფილიყო და არ არის აპრილის მერე ამაზე სარჩელით შეიძლება შესულიყო დავაც განაყოლიყო და სასამართლო გადაწყვეტილებაც ქონოდა და ეხლა ამის გასაყიდველად თუ ერთი წუთი შეთანხმებული ასე ვთქვათ ამ თემებზე ჩვენ ნასაუბრები გვაქვს შეიძლება ნაწილობრივ გავეთანხმოთ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამას მნიშვნელობა არ აქვს მეც იურისტი ვარ და ასე ვთქვათ ჩვენ ამ თემებზე ერთმანეთს კარგად გავუგეთ ვეთანხმები მემუარიაში კი ბატონო მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვიქნებით მხარე მოსარჩელი მხარე და ასე შემდეგ ეს გასაგებია და ცოტა შორიგზაც არის აქ უბრალოდ ელემენტარულად იყო ნამდვილად რაც ჩვენ პრობლემად მიგვაჩნია ნუ ადვოკატები ვართ და ჩვენ ვიცით რომ ელემენტარულ დარღვევაზე და ელემენტარულ გავაკეთეთ აქცენტი თუმცა ქალბატონმა მაინც თვითონ მიახსნა რომ ეს თემა უკაცრავად რა ეს თემა მე მგონი სხვა რაღაცაა და მე მგონი რა ვიცი მოლაპარაკები თორე ეს თემა ნამდვილად გასაჟღერებელი იყო იმიტომ რომ ელემენტარულად ჩვენი ხელისუფალია და ჩვენ გმინდა რომ რა ქვია ნორმალური ხელშეკრულება და შესრულებული ხელშეკრულება მიიღო ჩვენმა ხელისუფალმა და ასე ვთქვათ რაც შეთანხმება ჰქონდა ასე ვთქვათ შესრულებული იყოს მაგრამ მე ვფიქრობ რომ მორიგებას რაც ეხება და მოლაპარაკებას რაც ეხება ნუ ჯობია ისევ კალაპოჩი ჩავგეთ და პირდაპირ ჩემი აზრია პირადად ჩამოყარა ჯერ იმასთან გასულ დიდი მატერიალები ყველა არის პარალელურია და ეს ნამდვილად მისაღები აზრია გადასვლაარდა ხალხს და აი წადეცი არ გამოვა ეს იდეალური კომფორტი ხალხს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა რომ 99% ბანკშია შესული ხალხი დარჩება უსახკაროდ ულკმაფუროდ კი არა უსახკაროდ იმიტომ რომ ის ტერიტორიულად აი ძირითადი პრობლემა შემოხარდა არის ეს მანძილი ამ მანძილის გამო ჩვენ ხალხს შეეძლიეს დიდი ქირები ამიტომ ხალხს გადასვლა ხალხი არის უკიდურესად გაჭირვებული მეტრაოზე გვეუბნებიან 3 მილიარდი და გადაჭრა კიდევ ერთი მიზეზი რატომ არა მეტრაოში რავდებაცია 3 მილიარდი და თემას ავსვით რა თქვენ იქნებით მოგვარდა გეტყვი რაც შეეხება ამ თემაზე ხა თქვენ ბოდიში რაღაცა პრობლემები ალბათ ერთი წამი გეფუძები აი თემა არ დაძრა ერთი წამი რაღაცას ვიტყვი და მე კი ბატონო ეს წუთი რასაც ბრძანებთ კალოკონ ირანდა ხო ამ თემაზე წინა დღეებში ჩვენ გქონდა საუბარი რატო გადავწყვიტეთ ამის განხილვა რასაც ხდება გეტყვით ორი სიტყვით რა გარკვეული სამართლებრივი საკითხებიდან გამომდინარე გამორიცხულია რომ ცალმხრივად ჩვენი მივიღოთ ესეთი გადაწყვეტილება ანუ იმ ინვესტორის თანხმობის გარეშე რომ აი მე ვთქვი რომ ბაზარი დამჭი სვალიდან და ეს ესე ახსოვს გამორიცხულია ეს ახსოვს ხო ამიტომ ადამიანთან უნდა მოვილაპარაკოთ და უნდა ამიტომ წავედით ამ გზაზე რომ ეს საუბრია თუ თქვენ მეუბნებით რომ თქვენ თვლით რომ ჩემი ძალა უფლება ამას დავანებოთ თავი პროსტა იმას დაუბრახუნებთ და საქმე გაკეთდება
საბრახუნოთ ჩვენი მთავრობა არ არის. იმას თავის ამიტომ არის ამაზე ლაპარაკი და ეხლა მაშინ არ ვიცი რა გზას დავალ. აბსოლუტურად შეიძლება აი ამის და ამის გამო. არა იმო არ ის არის აქვს არა აქვს იმედი ბაზარი გაამართლებს და ხალხი არ გაჭირვები და ხალხის აზრიმობა ჯერ აი არ მინდა რა წინასწარ რაღაცა იმდაც რომ ისეთი თქვა ჯერ ზღვარ წინ შეხვედრა ხო და ეს მიიღო ადამიანამდე რომ ხალხი გაჭირვებულია და იმ ბაზრის იმედია იმ ბაზარში მოზიდვა მოხდეს არა მარტო გორის მოსახლეობის არამედ არ ვიცი თუნდაც ავტობანიდან გამვლელების და თუნდაც აი რაც შეიძლება მოვიფიქროთ რომ იქ სავაჭრო ასე ვთქვათ გრუნვა მოიმატოს ამის ეხლა გეუბნებით რომ არ ვიცი გზა რასაც მოუძებნით მაქსიმუმს გავაკეთებთ მაგრამ ნუ გაიგებთ ეხლა ამას რომ всё ესეა უბრალოდ გადავაბიჯე კვირის მოვლენებს და გეუბნებით რომ იმის იქით ნუ იტყვით რა რომ კრიტიკულად რომ მე უკვე განადგურებული და ისა ვარ ამაზე ვფიქრობ მეც რომ ესე მოხდეს რა გავაკეთო რომ თქვენ თუ იქ აღმოჩნდებით თუ მეტი არა იგივე მაინც შეგინარჩუნდეთ თქვენი პირადი შემოსავლები. ისიც რა უნდა გითხრათ, ეხლა ექსპერიმენტები თუ არ არის რომ ჩვენი ექსპერიმენტები ვატარებთ. ხალხი უკვე განადგურებული და წელში გატეხილია, აი მე ხალხის აზრს გეუბნები. ხო და გეუბნებით რა თქვენ ექსპერიმენტს ეძახით ხო? არა, აი ბატონ ზურაბ წერგან ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პრობლემები ხო მე ბატონ ზურაბ ჯალაბონიას ვთხოვი რომ ამოსულიყო და მოდით ერთხელ და სამუდო დავამთავროთ მაგ იმაზე რომ გასცეს პასუხს მაგ იმაზე აი ამიტომ მოდი ფორმატი ექსპლუატაციაზე იყო სამედია ეს არის მუნიციპალიტეტის პრობლემა რო არასწორად მივიღეთ ექსპლუატაციას და ეს სასწრაფო ამ ექსპლუატაციაზე ეს შეიძლება მოდიში ეს შეიძლება დიდი ხანით ოპერონებას არანაირის არ მაქვს რატომ ესე კარგი ექსპლუატაციაში სიტყვაზე ეხლა დღეს არ არის იქ გაზი, დღეს არ არის იქ წყალი, არ არის ხო? კარგი ხალხო, შეიყვანა, არა, სიტყვაზე ვიდა. კი, გასაგებია თქვენი მისვისი. კაი, დღეს შეიყვანა, კაცო, ამ კაცმა. ხვალა არის კაცო, ხალხო, იქ გაზიც არის, წყალიც არის და მიდი ვა. რატომ მიდი? საბაბა და რატომ მიზახეთ რომ ეს არის ისე? მაშინ ექსპლუატაციის საკითხი აღარ აქ იყო ფორმა. სხვა რომ ეს ვიზახ, ხო? ეს არ არის ის. საკითხის ირგვლივ რა ყოფილა დარჩენა. ხო, მაგას აღარ გადავუხვი. მოდი, დღევანდელ დღეს, ხო, ბაზარში ეხლა, მაღაზიებში ვარ თუ დახცევდივართ. მაღაზიაში ვარ თუ დახცევდივართ. დაახლოებით გაძლევენ 60 სანტიმეტრის სიგანესო. სადაც 60 სანტიმეტრი მეტრა ნახევარი 2 მეტრაც არის. 3 მეტრაც არის. არა, 1 მეტრა ნახევარი შენია. 3 მეტრად შენია. მე პირადად 8 მეტრზე ვდგება და 8 ლარს ვიხდი. ისტორი ლარი, აქ მაგრამ შემდეგ ხო იქ აცლება დამატებით. 8 მეტრზე ვდგავარ და 10 ლარს ვიხდი სულ. მარტო ხარ? ჩეკი მაქვს. არა, მთელი ოჯახი ვარ. მე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები. ასად დასამალი არაფერი არ მაქვს, აგერა მაქვს ჩეკი ჯიბეში. ეხლავე დაგანახეთ აგერ ბატონ ბაკუნასაც დავანახეთ წერან. 8 ლარს ვიხდი ჩემს და 2 ლარს აიამისა. ან რისა ეგორი ლარი. მაღაზიებზე იმას ქვენ. მაღაზიები მაგლა 3 ტიპის მაღაზიები და 1 სათქორი მაქვს. აი ჩავშალო ხო ბარემ მაღაზიები მაშინ რა. ხო, კი, დავით მაღაზიებში. თავარი მე როგორი მუშაობ იქ და როგორ არ მუშაობ ეს მე და მე არის. დღევანდელ დღეს მე ბაზარზე ვარ და მაღაზიები მაქვს სულ მცირე ყავს 6 თანამშრომელი სიტყვას. მე რო გადავდივარ იმ ახალ ბაზარში, ხო, ორი მაღაზიაში. ხო, არის ერთ მაღაზიაში ყავს 2 თანამშრომელი, 3 თანამშრომელი. მე გავყვეთ რამდენი მაღაზიები არის, მნიშვნელობა არა. მაღაზიაში ყავს 2-3 თანამშრომელი დამკვიდრებს ზოედა. იქ ცოტა უხუცესი სიტყვა დამკვიდრება, მაგრამ მე ვეფი. ხო, რა თანამშრომელი. რო გადავდივარ მე ახალ მაღაზიაში, ახალ ბაზარში გადავალ თუ არა, ხდება ესეთი რამე რომ იქ არ გვექნება თავისთავად მუშაობა, იმიტომ რომ კლიენტურა არ აქვს, ისე მითებას ფულის, მაგრამ მაგას გავარძელებ, კლიენტურა არ გვეყოლება და გინდა თუ არა ვერ ვიუვაჭრებ.
ამიტომ რომ მუშაობ 2 მეტრა მე ჩემი თანამშრომლები უნდა დავითხოვო, ხო? დროებით სანამ საქმე წინ არ წამოიჭროს. მე ვალდებული იძულებული ვარ პიროვნება ნებატრენ როცა ვარ და ნებლარე, ხო? მე ვდგები დავში, ბოდიში, ანუ ესე ვთქვათ, მანძილი და კლიენტურის პირველი 2 საკითხი რაც ჩავწერეთ, ეს ცალსახად მაღაზიასაც ეხება. კი, თავისთავად. ამიტომ ეხლა იგივე ამბობთ. ხო, არა, მაგრამ ეხლა მასწო. და მე ამ გამკვიდრებას ვითხოვ მე თავისთავად, რომ დავუწადით სახლებში. რომ არა მაქვს მე მუშაობა და მე ვждები. გამოვიდა თუ არა ამითი უმუშევარ ხალხი, გამოვიდა თუ არა. სამუშაო ადგილები სამუშაო. შენი გამყიდველები კი არა, ჩვენ თვითონაც მუშაობები დავჭერთ, იმიტომ ერთეში ჩვენ აღარები გვაქვს, ერთეში წამოვარდი კიდევ უაღრესად გაკოტრებულები და სახკარი გამხდება გასაყიდი. აი ეს არის ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა. რაც მე ვამბობ, აქ ერთ კაცზე კი არა ლაპარაკი, ბაზრის 99% მაგრია. მთელი კვირა ამ თემას გავდივართ აქ, მეც კი არ ვისვაგებ. საფუძველში ლაპარაკეთ. გავიგეთ ეს მუშაობა. ახალი გვინდა, ამას ყოველდღიურად ისმენთ სტუდენტები, პენსიონერები და მშივრები და ეხლა ახალი თემა, ისეთი არგუმენტაცია, რომ ნამდვილად იყოს ქვას გააქვს. და რატომ ვერ ამუშავებ ამდენ თანამშრომლებს? რატო ვერ ამუშავებ ამდენ თანამშრომლებს იგაც? ხო, არა, კი, გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთი ამას რა ემართება. დღეს თუ ვარ მე სიტყვაზე 44 კვადრატი მიკავია, ხო? მე მაძლევე სანაცვლო 12 კვადრატს. 12 კვადრატში მარტო მაცივრები რო არის, ის მაცივრები რო შევიტანო, მარტო ის მაცივრები ვერ დაეტევა იქ. და ამიტომ მე ეხლა უფრო დიდი ფაქტი გაქვთ. კი, აქ ყველას მეტი ფაქტი გვაქვს. ყველას მეტი ადგილი ვიკავი ვიდრე იქ. ამაზე საუბარი. ეხლა ამან რო იქა 50 კვადრატი აიღოს, 20 კაცი უმუშევარი უნდა დარჩეს. აი და ჩემით მე ვეჭახებ უკვე ამ ფაქტს მე უნდა წავარდო და დავუესები ხუში. არანა ფარდობია. არა თან ფარდობა, ერთი მაღაზია გაქვს, ერთი მოგეცი. აბა, ეს რამდენი კვადრატში გავდა, იქ რამდენი, იქ არის 40 გავა. დიახ, 44 მაგდან 1012. 44 მაგ 1012. ამიტომ ვიძახი, რომ ამ თავისუფლდება ეს საფუძველი. საერთოდ ვიძახი იმ კონსტრუქციის მიხედვით, საერთოდ 12 კვადრატი ენერგია. 54 კვადრატიანი რამე არსებობს. არ არსებობს. ყველა დიდი არის 24 კვადრატიანი არის 12 მაღაზია. ანუ ორი ცალი ეს 12 კვადრატული. ხო, გაერთიანებული. თუ გაერთიანებ 5 კი, ადამიანი ვინც უიმოდი, შეიძლება საერთოდ იმას. რომ მივედი რომ ვთხოვე რომ ამ ერთ მაღაზიაში ვერ დავეტევი, მაშინ მომეცით რომ 2-3-4 გავერთინო რომ მივიღო იმ ერთის ფართი. კიო, მაგრამ არა. კი, მაგრამ არა, იმიტომ რომ არ არის მაგდენი ადგილი ერთი მაღაზია ერთ უნდა არის. აი ხა ბოდიში მაღაზიებში ჩავშვი, გაუშვათ ზუელში არის მეტროპოლში მითხარი რა იქ შეიძლება რამდენია ხელშეკრულებაში გაფორმებული არ ვიცი, მაგრამ სადაც მეტრანახევარი ტროტუარი რაც გადის. არა, ტროტუარი რაც გადის. ამაღლესი მეტრანახევარი. როგორ გააპირებს აკვაპარკის აშენება? როცა ამდენი წვრილმანი პრობლემაში იქნება იმ ხალხს, ისეთ კედელზე იქნება. ეს პრობლემა ასანთის გერს იფიტიან მილიონად ალბათ. ეს პრობლემა მე იმიტომ წამოვიჭერი რომ მანამ იქ რამე გაკეთდება ანუ მან ეს ბაზარი ხო თუ დაიკეთება ეს მაღაზია ავტომატურად გაჩერდება ის მაღაზიები შიგნით ავტომატურად გაჩერდება ანუ მე უბრალოდ დაზარალებული ხალხის ასე ვთქვათ კატეგორია გამოვყავი აი ეგ სიტყვა მასენდება ზუსტად ბაზარი რომ გადავაო აი 27 მაღაზია მოვა ადამიანებაო 1000 ლარებად შეისყიდე ჩემი მაღაზიებიო აი ეგ სიტყვები აქ ნათქვამი ზუსტად მაგას ერთ-ერთი წარმომადგენელი მე ვარ და მე დავუდგები აი ბაზარს რო გადავიტანე ემა 27 მაღაზიის ხალხმა გაჩერდნენ თორეო 1000 ლარებად შემოგვეწევია რომ 1000 ლარად ვიყიდო ეგ შენობები აი ეგ $10 იქნება კვადრატი აი ეს ამ გიცებთ რომ დაჯექი რა მიგია აი როჟი ვარ აღარ ახსენდება მატერიალებს ანუ რასაც ეკაშენ აყენებ ხო ერთის მხრივ გასაგებია არგუმენტირებულია ჩანს მაგრამ მეორეს მხრივ თქვენივე ინფორმაციით მე ვიკითხე და იგივე ინფორმაცია ვიღე მართლები ხართ რომ აბსოლუტურად ყველა მაღაზია ამ კაცს აქვს გაყიდული ახალ ბაზარში ხო ეხლა აქ
იმის მტკიცება, რომ ეს ფასი არის არარეალური, არ გამოვა, იმიტომ რომ მაშინ ის არ გაიყიდებოდა რა. თუ ეხლა ვიღაცას იქ სტრატეგიული შეცდომა აქვს დაშვებული და ტყუილა გონია რომ იმას გადაიხდის და ვაჭრობა არ იქნება ვერ გადაიხდის. გამოვა ის იმ ბაზებიდან და განთავისუფლდება ადგილი ახალი შესაძლებლად, ხო? ანუ ამიტომ ვიმსჯელოთ რა ლოგიკურად რომ ერთის მხრივ რომ ამტკიცებთ რომ ეს ფასები არის ძვირი, ლოგიკური შეკითხვა ჩდება რომ მაშინ რანაირად არის 100%-ით ყველაფერი გაყიდული და წინას წარდალაგებული ასე ვთქვათ შეთანხმებიციან რა მყიდული მაგრამ 70% ვისაც მაღაზია ბატონურა ბიზნესში გაგებაში ვაჭრობას არ საერთო არაფერი არ არის. ისეთ ხალხს არ ნაგები ვისაც შეხება აქვს საერთოდ ბაზართან აქ ფულიერი ხალხი იყო და მათთვის ის არ იყო ის 2500 არის ჩათვალეს რომ კი დაუგია ეთქობა შეატყობინეს რომ მაღაზიები არა უნდა თქვა მაღაზიები უნდა გავიდეს მაგარი ამის დამამტკიცებელს აბუც გეტყვით მე რომ არა მოაჭრებს აქ მაღაზიების შეძენი რუსეთიდან გამოგზავნა სულ უცხო პირმა რომელიც საქართველოშიც არ ცხოვრობს რომ შემიძინეთ ორი მაღაზია გორის ახალ ბაზარზე. აი დამამტკიცებელი საბუთი. ვის აქვს შეძენი და ვის არა. ძველი ბაზარი. მოგიყვანთ იმ პიროვნებას თუ ერთი გაიგეთ რომ მოვაჭრეთა 90%-ს იქ მაღაზია არ აქვს შეძენი. всё. აი კიდევ ერთხელ ესეთი კლიმატური წარმოწმებული ადამიანების მხრიდან რა. ერთის მხრივ ვამბობთ რომ ჩვენ არ მოგვეცა შანსი ახალ ბაზარში ეს ბიჭი ლაპარაკის მისცეს 10 მაღაზია გვაიყოს ერთმა მისცეს იმაზე და მე მეტრანახევარი ადგილი ვამბობ იმის საშუალება არ ამბობდა არც კიდე ჩემნაირს 99% აი ეს თკივა რა ჩვენ აი ეს თკივა და ხალხი გახდება უმართავი მე ამას ვამბობ ხალხის სახით რა აი უმართავი სახით ეს თანაჩენი ყველაფერი ზედბიტი ამაზი გაგიწყდეს რა ეს ყველაფერი რასაც ეს ჩვენ სასაცილოდ გვეჩვენება მაღაზიის გაუმართავობენ ეს ხალხის არის აი უაზრობა რა ბოდიშს მოვიხდი იმენ გასაგები არ გადასად ასეთი ჩვენ და დაჭირება მარდარჩებიან იმ ფულებსა და უნდა აქ დარჩენა იმიტომ რომ იქ ვაჭრობა არ ექნებათ აი ძირითადი მიზეზი ეს არის ვერ გადაიხდიან ბანკის ბანკს ვერ შეინახავენ გადარჩენის პუნქტების ეს არის ამ ყველაფერი პუნქტი აი სიმართლეს ვიძახი ალალი ადამიანი ვარ სხვა ყველაფერი პუნქტი ხალხისთვის არის მიუღებელი ყველა ამბობს რომ გავხდებით უმართავი ქაოსი და უბედურება იქნება ქაოსმა მოიყვანა ის ოპოზიცია იყო თუ ვინც იყო ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ ხალხი თქვენს მიტინგები გოსულები ბანკის ვალით შევიძინე ყველაფერი თუ რამე მაბადია და 7 წელია ბანკში დავდივა რა გავაკეთო ეხლა მე მითხარი 7 წელია ჩემ ორშვის პიცა 20 წელი ტოლვილია ჩემი ოჯახი ვინც ბანკში დადის ჩემო კარგო ყველა ვგევართ ბაზარზე და ყველა საგაჭირვება ცოტა ხარ თუ შეიძლება დავამთავრებ ჩემსას ბანკში მე მგონი გაჭირდი დაამთავრებინეთ იმასა რა ეხლა როგორ წავიდა მაღაზიის პრობლემებზე ის მაღაზიაც ეხლაც ეკითხარით რომ იმ მაღაზიაში როგორ თქვენ ახლა გაჭირებულები ხო ისეთი და ჩემი მუშაობა შენ იმაზე უნდა იდავ აი ჩემი აზრი ის არის უნდა იდავ იმაზე რომ სადაც ახარ იქ დარჩე განაიქა ახალი მაღაზიები აი მაგას დავუკრო არგუმენტები მოყავს აი თუ გადავიდე ქირა მექრება ამდენი და ვერ ვიმუშავ იმიტომ არ გადავდივარ იმიტომ არ გადავდივარ კიდევ ამდენი შენ ქირაზე გადავიდე ლაპარაკი და ხალხს ერთი მოისმინე იცი რა უნდა ვთქვა ბატონურას ძირითადად იქ ახალ ტერიტორიაზე იცი რა რომ გაიყიდა ფართები იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო წინადადება რომ ძველი უნდა დახურულიყო რა წამს გაიჟღერებს ფრაზა რომ თქვა
ძველმა გადაავა და ფუნქციონირება ან არ იხურება, ყველა თანხაზე პასუხისმგებელი გახდება ბატონი გოგი და დასაბრუნებელი გაუხდება. რომელიც ბატონო აიჯერებს ფრაზა ნეტა როგორ უნდა აიჯერებს ფრაზა თქვენი დახმარებით. როგორ კაცო, ესე იგი მე ჩავერიო კერძო. არა, ბატონო ზურა, თქვენ უნდა დაუდასტუროთ ინვესტორს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესია, რომ დღის მდგომარეობით არ დაიხუროს იძულება. იმიტომ რომ ადამიანები სამუშაოს გარდა. მე ვფიქრობ, მოცა ახლა ის კაცი რომ მიწვის მაშინ არის სახელმწიფო ინტერესი. სახელმწიფოება ბატონო ზურა, რო ჩამოვა, აი მოусმინეთ რა ტრაგიკული ისტორიებს ხომ როგორი რო შემოატრიალებს სარჩელს თქვენ გადაიხდით იმ 5 მილიონს. რომელს არ შეშემოატრიალებს? აი რომელს და რა ინვესტიციას განახორციელა და იმიტომ რომ ვის შემოუტრიალებს? მოხდეს ახლა თანხები სოციალურად დაუწყლები აღარ გვეყოლებია. აი ბატონო ზურა, ხარკი დაბლა ლაპარაკობს მაგას. ბანკი ქართულიდან გასცა კრედიტიო, იმისი ჯავრი აქვს, რომ იმას ვერ უხდიან და იმიტომ გარეთ მაგათ გვერდზე ჩვენი მთავრობაცო. და გესმით ხალხში გაიშყარა ამ ფრაზამ და იმიტომ მოდიფიკო. აი ზუსტად. ხო. ნებისმიერ ბანკს თუ ვერ დაუბრუნებს ამოიწევს სირებს ეგაზრი. ჩამოართვას ბანკი მე და ჩამოართვას და წაიღო. ამიტომ თქვენ გახსოვთ, ხონდათ საუბარი რომ კაცო, თუ ამ ადამიანთან გაქვთ აგრესია, რომ არაკეთებს რაღაცას სწორი და ამბობთ რომ ახალ ბაზარში არავინ მივა. თქვენც თუ მიხვალთ ამჯერ ბაზარში, ნუ მივა ახალ ბაზარშიც ვიღაცა და გაყოყდება ეს კაცი და. აი, შეიძლება ხალხო და ჩვენ ორი წუთი წყალს გავდებ რა. აი როგორ აი რაზვინე ეგეთი რაღაცები და რაღაცების რაღაცები ატუნა შეგინაცვალე რა. ატუნა არა ის საჭიროა მართლა მაგლობნები უნდა იყოს რომ ის კაცი რამდენჯერ ჩამოვიდა დაგვიყვანოს. ესა უფრო დიდ მარში არა ის საჭიროა ეს რაღაცა. საგარანტიო მოიცადე რა. რა საჭიროა როდის მიხადო ფიქები ოღონდაცა რა. თუ დააშავებენ ყველა მიიღოს თავის პასუხს რეგიონალურად. იცას მეგეცია. არა მე მაგ დაშავებას და ბიზნესს უკავშირე გასაგებია. ჩვენ მე აი და 20 იანვარია. ეხლა 20 იანვარი რო გავა, მე გინდესე დაშნია და გინდისე დაშნია. თუ დააშავე, ცემე ეცოდი გასულა. ცემე არის, როცა დააშავე, იქა და დააშავე ჩაიზე. მასშტაბ რო გადაიხო. ველულები და. აბა არ იყო და დაგაშავე. მინე გადა. რასაც ციებია. მედიატორის როლში შეთანხმებამდე იყო ეს კაცი. მე რაც მოშეოცია. იმედად მოვედით ჩვენ, ბატონო დეპუტატო. მე თქვენი გულისთვის ქართული ოცნება რომ მიტინგებს აწყობ და იქ დავდიოდი და ჩემი სტუდენტი შვილები მეხოწებოდნენ და დააწახოდნენ დაგიჭერონ მაინც თქვენ მოგეცით თქვენ თელმა ოჯახმა. ეხლა მე მოვედი თქვენი რომ ხალხს უნდა გადაწყვეტოს. ესე ქაოსი რითი შეიძლება ხალხო არ არის ის მე პატრონი არ არის ჩამოსული ამათ რომ ვეჩხუბები თუ ის არის ის არის მოსული და როგორ არის ექვე ვერ იგებდა რა არის ეხლა ეს ეს კარგად მომისმენთ თქვენი მოთხოვნები ჩამოვარდნით თქვენი იგივე რეალური არგუმენტები სულაც იმიტომ გეკითხებათ ამას დაწვრილმანებით რომ თქვენი არგუმენტები რომ გქონდეს არგუმენტები იცით რომ ის
მოვა ინვესტორი და იკითხავს ელემენტარულად ხო? ვთქვათ გიგებთ ყველა პირობას ასე. რატო არ მომისმინე რა, ეხლა მანამის ხალხი არ ჩამოვა ის ინვესტორი, რამდენჯერ უნდა მოვიდეთ აქ. გვეუბნებიან ესე იგი გარეთ გაიტანო, გარეთ ეგაზინო და გარეთ ჩამოვიდეთ ესე იგი ასე ხალხისთვის არის მოსული. მე რა კიდე ისრაელში ხვაწავლენ ესე ჩამოვიდეთ და მოვიდეთ. ემოსაკიდი რამე თვით რომ ამ ხალხმა ის პირობა წაუყენოს იმას. ფაქტია და მაგას ვიძახი დაასაკეთია კაცო. ერთადერთი რო გავახალში ვიტყვით ამასა და ეს არ თქვი გუშინაცა. თუ არ ჩამოვიდნენ ისინი ამათან ტყუილია ლაპარაკი კაცო თვითონ ხოლმე გაგცემენ იმათ ჩემს მაგრებს შენან გასცე პასუხს. დაუშვა თუ არ იგითხრა კარგი. დაუშვა მეორე საკითხია. დაუშვა მეორე საკითხია. მოვიდეს კაცო. მე წაუყიდე ხუთი მალბურები კაცო გაჩერდი რა. ის კიდე ზედმეტი რაღაცები და ზედმეტი რაღაცები და ვიღაცებს რაღაცები დააბრალო გაჩერდი თოქოთაცა. თუ დააშავე ცემენ კერა უარი სიმოგი. არ უნდა დააშავე. ვინ აშავებს? ერთი ამის ერთი კვირა ეხლა ხوار შეიძლება ამისი არ დაანახო. ქალაქი არის პარალიზებული. თანამშრომლები გავხდეთ ამას. მე ჩვენ უფრო გითხანავთ აქ ვიდრე ახლა ხوار დაწყებული ძალიან თორა. საქმელი ბოლომდე არის. არა მაგრამ რაც გაკეთებულია იმის არ დანახვა არ შეიძლება. პარალიზებულია ქალაქი. ერთი წამი ვინ ერთადერთი რამე ვიცი ალალად ვიძახი რომ ხალხი გახდება უმართავი. ეს ვიცი. ჩვენ არის რომ მოისმინო ხალხი. გას ძალიან გაშინებული. იცის ქალაქის ხელმძღვანელობა ხალხი ქაოსი დაწყების არავის არ ეშინია. ამ კაცმა იმიტომ მოვიყვანა აქ რომ ხო შეიძლება ნორმალურად გადავწყვიტოთ და ერთი მეორეს დავაწალოთ საუბარი. ერთი წუთი აი წავედ შემოვედი შევეცარი ამ პრობლემას ხო რომ აი ინვესტორთან დაკავშირებით მოდი ესე გავაკეთო რა დავრეკავ ხომ ფეასთან ჩავთავაგებ სამას და მოვისმინოთ კონკრეტულად მე ვიცი რომ პირასის ხალხი უნდა იქნება თქვენთან ერთად მოვისმინოთ შევთავაზეთ მაშინ ესე რა გასაგებია რა ამის ეხლა ძირეულად მე ვატყობ რომ ვიღარ მივივართ რა დავწერ ეს ახლა გავამდინე გათქმევინებ პირობას გაზრო გათქმევინებ მოდი შევთავაზეთ ნება მომეცით რომ იმ ხალხისგან ავიღო მე ვარაუდობ შუადღის საათებს 1-2-3 მიახლოებით შეხვედრის დროს კვირას საწინააღმდეგოა რამდენი მითხარით ვეტყვი აგერ კახას ნომერი აქვს ჩემი მეც მაქვს ჩავას აქ ანუ კონტაქტზე ვიქნებით ეხლა ვერ გეუბნებით საათს რომ არ ვითხრათ მე რაღაცა სხვანაირად არის და დღეს კიდევ ვისაუბროთ ამით არ ვამთავრებ მაგრამ თუ თანხმდებით ამაზე რომ იმ კაცს უთქვავ საათს და ავუსტავებით ვიად კი ეხლა დავთავრებინოთ ამ პოტენციალს ისე ვიქამდე ბაზარსაც იგივე ისა მაღაზიებსაც იგივე ისე უმუშევრობა მოდისო მაღაზიებზე ხო სპამერია ყველაფერი ხო კაცო მაგ ეწოლებას არ გინდა იქ გადასვლა არ გინდა ხო უნდა უთხრა რა რატომ ამას მეგეთქვა უმუშევრობა წამოვა იქიდან ერთი წუთი სადავისდება ყველას მაღაზიებში ხო? მაღაზიებში რო გადავიდეთ, ფაქტიურად ფართი არ არის. იქ ესეც უნდა მივიდეთ. მაღაზიებზე რო ფართი არ არის, ფაქტიურად. მაღაზიები რა
წევადობისების არის ხო? გეტყვი შეიქმნიო. ვერ შექმნის. როგორ შექმნის? მაშინ უნდა შემიქმნას დახლის ხარჯზე. დახმა რა ქნას? დახლიც იგივე. ჩვენ არ გვიდა. ნუ კარგი, გასაგებია. აი მართლა შეგვიძლია დაიღალა ადამიანები ეგრეთ ელემენტარულად ის ძალე შეჭერდი ჯერ მოდი პრობლემაზე ელაპარაკეთ რომ არ გადადიხარ და აი ერთი წუთი. არა, ვირანდა გავიგე, მაგრამ აი არ გადავდოთ, ხო, გასაგებია თემა, მაშინ აღარ ვიყო. რა დღეს და დავანებო. მე ვიცი ამ ფაქტის ასეთი ერთი წუთი რა. არ გადადის ეს ხალხი იმის გულისთვის, რომ ალტერნატივა არ აქვს ამ ტერიტორიას. მე ვიცი, ამაში დამერწმუნებიან ძალიან ბევრი, რომ გალერიიდან, კარგი პირობებიდან სითბოდან ჩამოვიდა ბევრი და იქ დადგა რომ მეტი ევაჭრა. ანუ მეტი სარგებელი წაიღო ოჯახში. აი ეს არის ძირითადი პრობლემა. დანარჩენი ახლა ის თემები გავიარეთ ტრანსფერთან გვაქვს სამქმელი. აი ეს არის ძირითადი პრობლემა. რა თქვია იქ მაღაზიაში გიგამისაუგებია მაღაზია სატუ არა ეკრებოდა ვაჭრობა იმიტომ რომ პარტია არ ეკრებოდა და მუშაკები რა გამეთასწრებოდა. მაგას მოყოლიდა რატომ წერდა? ხო და დღეს ნამდვილად იმიტომ ვარ შეიძლება აღებებული იყოს მოგესმის ეს სახელმწიფო გონია წინა ხელისუფლების დროს თქვენთან ესეთ პოლიტიკას მრავალი გამართავდა ხელისუფლება იმის შედეგი ჩვენი დიალოგისა რაც იყო თუნდაც ის იყო რომ ლატვიის გამარჯვებაში გამოტანილი ჰქონდათ საბანკო კრედიტები და ასე შემდეგ ესეც ხობილეთა საშუალება რომ ამ ადამიანებს 60 თვის პერიოდი და საშუალება ჰქონდა ესეც გავაკეთე ხო მე ვთქვი თუ მოხდება ამ საკითხის პოლიტიზება თუ მოვარდებიან აქ ადამიანები ჩავეწავენ ფანჯრებს გავლენით მაგისტრალზე გადაგეკავენ მისას ცენტრალურ არტერიულ ჩვენი ქვეყნისას ისინი დაიჯერებიან კანონის სრული სიმკაცრე ეს მე ვწავდი და გადავკეთე გზა აქ შემოვიდე ფანჯრები ჩავეწო რაღაცები ნათელაშვილთან ერთად ვიბილო აკეთებდი ისი გამკეთებელია გასაკეთებელი რაც იყო მაქსიმალურად გავაკეთე ეს გიმეორე მე აღებებული იყავი და რაღაცა ვერ მომისმა ისე ვერ აკეთებ მაგრამ მე გეუბნები კიდევ ადასტრი თუ იქნება ესეთი კანონდარდოების ხულიგნობის რაღაცა საკითხები და ფაქტები იმას დაუჯერებ არ დავტოვებ კიდევ ადასტრი ამას იმიტომ რომ თუ იმას გონია რომ სისუსტე არის ჩვენი თქვენ რო გელაპარაკეთ ძალიან შეეცდა ჩვენი სიძლიერია ეს რომ თქვენთან პირდაპირ დიალოგში ვარ და არ ვიშინე ხალხთან ურთიერთობას ამას ნუ იქით დავამთავრეთ ეხლა დავამთავრეთ იგივე არიან პროვოკატორები თქვენ რიგებში რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას რომ აი იმის ინტერესია ამის ინტერესია ბანკის ინტერესია გუბერნატორის არის რვათვის წინ ზურა რუსიშვილი დაუბრუნდა პორტუგალები მაგრამ იგივე საკითხს გადავწყვიტეთ რაღაცა კიდე საზღვარში გადადიხართ მადაცნაა იმიტომ ვარ შეგრებილები რაღაცა გამოსავალი იყო არის დაგიგები შეავედე რა ერთი წუთი რა, ერთი წუთი ძალიან. აი ესეთი წინადადება მაქვს თუ შეიძლება, არ ვიცი, თქვენ თუ გაიზიარებთ. ძალიან კარგი, თუ არ გაიზიარებთ, თქვენი გება. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე გავიარეთ, ჩემი აზრი სასურველი იქნება თუ ან უზრუნველყო იმ ინვესტორის თანდაწყრებით დაუშვათ შემდეგ შეხვედრას არა ესე რა როგორც დღეს გავიარეთ. ასე ალბათ თუ კარგად გავიარეთ, მაგრამ არა ესე.
ან უზრუნველყავით ამ რაოდენობაში თუ იქნებით. ამ რაოდენობაში ან შეამცირეთ მაშინ რაოდენობა და აი თქვენ თვითონ აირჩიეთ ოღონდ არ იყოს ეხლა თქვა კაცი შეჯერდებით რომ არ გამოვიდეს ისე რომ გარეთ ხდებოდეს ამ იმ მიმდინარეობის ასე ვთქვათ არაადეკვატური ქმედებები რა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვხედავდეთ რომ ველაპარაკებით იმ ხუთ წარმომადგენელს რომელიც იმ ხალხის აზრს წარმოადგენს. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ წინა შეხვედრების ჩვენი ჩავდა ყველა შეხვედრას ესწრებოდა. არც ერთი შეხვედრის ადეკვატური ქმედება არ იყო ყოველი დღე 4 დღის განმავლობაში. აი ძალიან გაბრაზებული ვარ, არ ვიცი, ადრეშიც ალბათ ნახავდით ჩემ კომენტარს იმაში რა ქვია ტრანსის პირას რა რომ თუ 10 კაცი იქ ზის და მიდის მოლაპარაკება მაშინ იქ რატო ხდება ის თუ არ ენდობით მეთქი იმ 10 კაცს მაშინ სხვა 10 კაცი წამომყევით მეთქი ხო ეხლა არ შეიძლება ესე რა მე თუ ეხლა თქვენ რო გილაპარაკებით და გთვლით რომ იმ ადამიანების საერთო აზრის წარმომადგენლები ხართ და ისინი იქ სხვა რაღაცას ფანმართულობით მიდიან მაშინ არ გეწყინოთ აი კვირა დღეს ავდგები და დავარ მე შეხვედრიდან გერაგად